სამართალდამცველებმა ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით თბილისში ორი პირი დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ მიკროავტობუსის მოიჯარე მძღოლს თბილისში ერთ-ერთ სამარშრუტო ხაზზე მუშაობის სანაცვლოდ გარკვეულ თანხას სისტემატიურად სცავავდნენ. ასევე დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 17 იანვარს სარგებლობის მიღებისა და დაზარალებულებზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით გდანის რაიონში მდებარე ერთ-ერთ ბინაში ეგრეთ წოდებული ქურდული გარჩევა მოაწყეს. გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე მიმდინარეობს. ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით თბილისში ორი პირი დავაკავეთ. დავადგინეთ, რომ ერთ-ერთი ბრალდებული მიკროავტობუსის მოიჯარე მძღოლს თბილისში ერთ-ერთ სამარშრუტო ხაზზე მუშაობის სანაცვლოდ სისტემატიურად უკანონოდ გარკვეულ თანხას ზალავდა. მიმდინარე წლის იანვარში მოიჯარე მძღოლმა მას თანხის მიცემა შეუწყვიტა. ბრალდებულებმა სარგებლის მიღებისა და დაზარალებულზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით თბილისში გდანის რაიონში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ეგრეთ წოდებული ქურდული გარჩევა მოაწყვეს. სკაიპის მეშვეობით დაუკავშირდნენ საზღვარგარეთ მყოფ ქართველ კანონიერ ქურდს, რომელმაც ეგრეთ წოდებული ქურდული კანონების თანახმად გადაწყვიტა, რომ დაზარალებულ მძღოლს კვლავ უნდა ეხადა გარკვეული თანხა. გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე მიმდინარეობს.